კარგით მეგობრებო, შოუ იწყება. ვის უნდა $20 სანაცვლოდ 40-ის მოგება? თქვენ უბრალოდ უნდა გამოიცნოთ თუ რომელ ჭიქაში არის ტკბილეული. არტემ ეს თაღლითობა არა, ეს საეჭვო თამაშია. ყველა ჭიქა ერთნაირია. მომისმინე, ძალიან მაგარია, ბევრი ფული შოვნა შეიძლება. ბავშვებო, აქ მოდით, ბევრი ფულის მოგება შეგიძლიათ. მართლა ძალიან მარტივია. მეგობრებო, წესები ძალიან მარტივია. ტკბილეული ჭიქის ქვეშ იდება. თქვენ $20 გადაიხდით, რომ ჭიქას უყუროთ. არტემ, მე მინდა ვცადო, 100-იანის ხურდა გააქვს? ხო, რა თქმა უნდა, მარუსა. აქეთ მოდი. არტემ, აჩვენე მარიუსას სად არის ტკბილეული. მარუსა, ტკბილეული ამ ჭიქის ქვეშაა. კარგად დააკვირდი, რომ იცოდე შემდეგში სად იქნება. ძალიან კარგი, მაშინ 100 თვითამაშებ. აბა მიდი მარიუსა. გამოიცანი. კარგი მარუსა, 100 დაიმსახურე და კიდევ ერთ 100 მოგცემთ. ოჩახ, აბა კიდევ გინდა? არა, საკმარისია ჩემთვის 100-იანი ძალიან. შემდეგი მე ვიქნები. მიდი ბროვასტი. გახსოვს სად არის ტკბილეული? კი. კარგი, 50 რუბლი დაკარგე. ხო, ბროვასტი, მაგრამ შეგიძლია გააგრძელო თამაში, უბრალოდ კიდევ 50 რუბლი გჭირდება. არტემ, შეიძლება შენგან ვისესხო, ფულის დაბრუნება მინდა. ცოტა ფული მაქვს და მეც მინდა თამაში. 20-იანს მოგცემთ. გახსოვს სადაც არის ტკბილეული? კი. აი აქა. თამაშის გაგრძელება მინდა. პატრიკ, ნორმალური ხარ? ჯიჯი, მეც მინდა თამაში. არა, ტყუილად დაკარგავ ფულს. ჯიჯი, მოვიგებ, ვიცი სადაც არის ტკბილეული. არა, პატრიკ, ის თამაშები არ გჭირდება. აბა, ჩემ ლამაზ პასტას შეხედე, ნახე, თან ფლამინგო არის და ვარდისფერია, ჯობია შენთვისაც იყიდო. ან ლუჯი იყიდე, იმ ფულით რაც გაქვს. ჯიჯი, უკვე ზედმეტად მაკონტროლებ. მიდი. არტემ, მიდი, გამოიცანი. მარუსა, ფული მასის ხერა. არა. მიდი რა, თუ გავიმარჯვებ, ნახევარს მოგცემ. კარგი, რამდენი? იყოს 100. კარგი, მეც მინდა თამაში. კარგი დიანა, მაგრამ რამდენი ხანი უნდა გელოდოთ შენ და იანას? კიდევ ერთხელ მოგვიწია ნახევარი საათით გვიან დაწყება. კარგი. ხო, ლეილა, იქ რა ხდება? არ ვიცი. მეგობრებო, მას ესხეთ ცოტა ფული. ბავშვებო, მიეცით ფული, ყველაფერი დაკარგა ამ თამაში. არა, ბავშვებო, მიეცით ფული და უკან დაგიბრუნებთ, როდესაც მოიგებს. ვაიმე, ლეილა, შეხედე, სმაილმა ფული წააგო ამ თამაში. ხო, დავუძახოთ, მოდი, უნდა ვუთხრათ ამ ყველაფერზე დიანას. გამარჯობა დიანა, სანამ შენ და იანა აქ არ ხართ, სმაილი თამაშს თამაშობს. რა თამაშს? დიანა, ჭიქის თამაშია, შენ რომ უთხარი, არ ეთამაშა. და სხვადასხვის დიანა სხვისგან ცეცხლობს ფულს, იმიტომ რომ თავისი უკვე ამოწურა. დიანა, უნდა დაშორდე. მოდი ხარ? კარგი, მაშინ დაგელოდებით ჩვენ. კარგი, შეგიძლია ტელეფონი აიღო. კი, შემიძლია. გახსოვს? კი. ტელეფონს ვიღებთ. კარგი, სმაილმა წააგო. კიდევ ვის უნდა თამაში? მე არა, არც მე. გთხოვთ, მას ესხეთ, ტელეფონი უნდა დავიბრუნო. კარგით, თამას შემდეგ დასვენებაზე გავაგრძელებთ. კარგი, არ ინერვიულო, დავიბრუნებთ შენ ტელეფონს. როგორ დავიბრუნებთ? მე დიანას უნდა დავურეკო. რამეს მოვიფიქრებთ დასვენებაზე, ახლა ვივარჯიშოთ. არტემ, ხომ მაგარი რაღაც მოვიფიქრეთ. ჯული, მე მოვიფიქრე ეს იდეა, ჩვენ კი არა. მაგრამ მე ხომ გეხმარებოდი. წავიდეთ. ღმერთო, საერთოდ რატო გადავწყვიტე მონაწილეობა? მოიცადეთ, აბა სმაილ რაკენი, მოიგე? ხო, დიანამ ხომ გითხრა რომ არ გეთამაშა, მაინც ითამაშა. ჩირლიდერებო, თქვენ საქმეს მიხედეთ, სმაილი თავისას. მეგონა ვიცოდით ტკბილეული სადაც იყო. და გამოიცანი? ოხ, სმაილ, რამდენი პრობლემები თავი დაანებეთ, დიანას მარტოც მიხედავს. ახლა გვითვალთვალებდით, უკვე ზედმეტია. იცი რა, ლეილა, დიანა უნდა დაშორდეს სმაილიკს. მაგრამ ნასტია არ დაშორდება, ხომ იცი როგორ უყვართ ერთმანეთი. რა სიყვარულზე ლაპარაკობ? დიანა შეიძლება უყვარდეს სმაილიკი, მაგრამ არ ამგონია მას უყვარდეს დიანა.
გოგოებო, გამარჯობა. ვაიმე, 2 საათზე მეტი ტაქსს ვეძებდით. ჯანდაბა 2 საათი ვეძებდით და 1 საათი ველოდეთ. შარში ვართ უკვე, იმდენჯერ დააგვიანეთ. ხო, და მესამე დღეა უკვე აგვიანებთ. 3 საათს ნუ ხარჯავთ მაკიაჟზე. გოგოებო, გამოიცვალეთ, თორემ გრძნობ, რომ ფორმაში აღარ ვარ. გოგოებო, არ ინერვიულო, თამაში კაპიტანი ლედი დიანა დაგეხმარებათ. წამოდით. ხო, დაგვეხმარება. კი, როგორ არა. სხვათა შორის იანას და დიანას მეგობრობამ შემჭამა, სულ დაავიწყდათ ვარჯიში. მის მინედიანა დრო არის, რომ ლეილამ და ნასტიამ მოკეტონ და ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. შენ ხარ კაპიტანი, ისინი კი არა. იანა, მაგრამ ხომ იცი რომ მართლები არიან, მესამე დღეა უკვე ვაგვიანებთ, უფრო კარგად უნდა დავაორგანიზოთ დრო. კარგი დიანა, გამოვიცვალოთ. გოგოებო, კიდე დიდხანს უნდა იყოთ? მოიცადეთ, ვიცვლით. გთხოვთ, დაუჩქარეთ. ჯანდაბა, კიდე 3 საათი გამოიცვლიან ესენი რა. დამღალეს უკვე. გოგოებო, პრობლემა გვაქვს, სერიოზული თან, რა პრობლემა? ვიცვლიდი და ბიუსალტერი უნიტაზში ჩავარდა. და რა? რას გულისხმობ და რა? ესე როგორ ვივარჯიშო? აი ასე დიანა, ახლა მიდი გამოიცვალე და წავედით, ვარჯიშობთ, მორჩა. ხო, კარგი. მიდი დიანა, ჩქარა. ლეილა, ნახე როგორი ბიუსალტერები აცვია დიანას. ხო. ჯანდაბა, გაოცებული ვარ, სმაილმა ტელეფონი წააგო. ოხ, მარიუსა, რა ვქნათ ახლა, თამაში არის. დადო და წააგო. სმაილი ძალიან უიხბლოა. დიანა უნდა დაშორდეს. ჯანდაბა რა უნდა მეთამაშა. ახლა ხო მოვიგებდი. ატრი, გაგიჟდი, ვერ ხედავ ყველა როგორ ლაპარაკობს, სმაილმა წააგო. გინდა რომ ზუსტად იგივე შენზეც ილაპარაკონ? კარგი, შეწყვიტეთ, მან წააგო, მაგრამ ეს ხომ თამაშია. ხო, მთავარია რომ ყველა გაერთოს. კი, როგორ არა გართობა, ახლა სმაილს ჩემი ვალი აქვს. დამარუსა, არც არასდროს დაგებრუნებს. კარგი, გოგოებო, ჩავიცვი, მიუხედავად იმისა, რომ სველია ძალიან არაკომფორტული არ არის. დიანა, არ ენერვიულო, ვივარჯიშებთ და ყველაფერი გაშრება. ხო, მართალია. გოგოებო, 25 წუთში რჩება ვარჯიში, წავედით, ჩქარა. კოსტა, სმაილის სიდებილე უკვე ძალიან მაგვი. ყველა მიცის ისედაც რა დებილიც და მატყუარაცა. და დიანას მაინც სმაილის ჯერა. მეც ძალიან მიგვირს. თავის მთლიან ფულს თამაშებზე და თავის ტელეფონზე ხარჯავს. კოსტა, ვფიქრობ დიანა მალე ჩემი იქნება. ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხო, სმაილი მალე თავის ნამდვილ სახეს გამოაშკარავებს. კოსტა, არ ინერვიულო, მალე სმაილი დიდი სპილოსტრემლებით იდირებს. დიმა, ხომ გითხარი, დრო აჩვენებს ვინ-ვინაა? ხო, მაგრამ უკვე გვეუბნება ვინ-ვინაა. კარგი, დამშვიდდი, არ გინა ემოციურობა. გოგოებო, არ ვიცი, რაღაც ძალიან არასწორად არის ეს ბიუსალტერი. დიანა, გამარჯობა. გამარჯობა, დიმა. როგორ ხარ? არც ისე კარგად და შენ? მომისმინე ძმაო, გაგვიშვი, ვარჯიში გვაქვს. ჯანდაბა ბიჭებო, არასწორი დრო შეარჩიეთ. ჩქარავო, ვარჯიში გვაქვს. ხო, დიმა, არასწორ დროს ეფლირტავები დიანას 25 წუთში რჩება ვარჯიში, წასასვლელები ვარ. ჩირლიდერებო, თქვენ არ გელაპარაკებით. დიანა, მოდი კინოში წავიდეთ. დიანა, კი უთხარი, სანამ გვიანი არა. სანამ ისევ გეკითხები და ამაზრზე ვარ. კარგი, დიმა, დღეს რაღაც ზედმეტები მოგდის, გაიწიე, წავედით. დიანა, იფიქრე ამაზე. კოსტა, ეს დაინახე? არადარდებს ჩემთან წამოს. დიმა, ხომ გითხარი, მალე კინოშიც გამოყვება. კარგით, გოგოებო, მოდით დავიწყოთ ვარჯიში. ოღონდ მე უცბად დავრეკავ. არ მესმის. რა, დიანა, უნდა ვივარჯიშოთ. უცნაურია, სმაილის ტელეფონი გამორთულია. ლეილა, ნასტია, თქვენ ადრე მოხვედით სკოლაში, ხომ არ დაგინახავთ? ჯანდაბა, დიანა, ხო აგიხსენი უკვე, დაგირეკე და გითხარი, რომ სმაილი თამაშობდა მთელი დღე რაღაც ჭიქის თამაშს. ფული და ტელეფონი წააგო. ხო და ახლა დიდხანს ვერ გიპასუხებს თუ დაურეკავ. სმაილი სულ შარში ეხვევა, არ მოგბეზრდა? კარგით, გოგოებო, შეწყვიტეთ ასე საუბარი სმაილზე, კიდევ ჩემი შეყვარებულია. თან ხომ იცით რომ ერთმანეთი გვიყვარს და რას ამბობთ რომ თუ მე სმაილს არ დავშორდი, ჩემი მეგობრები არ იქნებით? ჯანდაბა, დიანა, შენს ადგილას რომ ვიყო, იმაზე დავფიქრდებოდი. ხო, თან ეგეთი არეულიც არ არის. რა, ეგეთი ადვილი არ არის, გოგოებო, დიმას არ იცნობთ? კიწის ხვდებოდა დიანას ყველა მეგობარს, მოკლედ. ნასტია და ლეილა, ახლა კარგად მომისმინეთ. ჩემს სმაილზე შეწყვიტეთ ეგრე ლაპარაკი, გაიგეთ? მხოლოდ მე გადავწყვეტ, ვისთან ვიქნები და ვისთან არა. დამთავრებულია, დავიწყეთ. კარგი, დიანა. და გოგოებო, იცოდეთ რომ თქვენი რჩევა არ მჭირდება. დავიწყოთ. 1 2 3 4 5 6 მე თუ ეს დიანას როგორ უნდა უთხრა? მომკლავს. ის ერთადერთია, ვინც დაგეხმარება. ის მეტყვის რომ თავი დავანებო. არ გეტყვის, სიმართლე უთხარი. ყოველთვის შარში ვეხვევი. გამარჯობათ, გოგოებო. პროვასტი, გამარჯობა. სმაილ, შეგიძლია ამიხსნა, რატომ არ მიპასუხე რომ დაგირეკე? დიანა, შეიძლება რაღაც გითხრა. კარგი, ვისაუბროთ.
როგორც ყოველთვის მოვიდა კალათბურთელი და დამთავრდა ვარჯიშიც. ხო, იცი რა ლეილა, მე მგონი დროა დიანამ ამ კალათბურთელის ნამდვილი სახე დაინახოს. ხო, თორემ სმაილი უკვე მაღიზიანებს. სმაილ, გეხვეწები მითხარი, რატომ არის შენი ტელეფონი გამორთული? დიანა, მე შენთვის ზედმეტად ცუდი ვარ. სმაილ, ზუსტად რა მოხდა? დიანა, ჭიქების თამაშს თამაშობდი და ფული დავკარგე. შემდეგ ტელეფონი ჩავდე და ახლა ეგეც დავკარგე. სმაილ, რა ჭიქებზე იძახი? იმაზე მწვანე როა და რომ გითხარი არი თამაშოთ, ხო? დიანა, არ მიყვირო, ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ რა აზრი აქვს? შეგიძლია უბრალოდ ფული მასეს ხო, რომ ტელეფონი დავიბრუნო. მოიცადე სმაილ, არ მესმის, სად არის ახლა შენი ტელეფონი? არტემს აქვს. ერთზე მეტი არტემი ყავს. მე-9-აში როა. გაოცებული ვარ სმაილ, მე-9 კლასის არტემმა შენ ტელეფონი წაგართვა? ხო, ასე მოხდა. კარგი სმაილ, ახლა ვიპოვი და ტელეფონს გამოვართმევ, არი ნერვიულო. დიანა, ფულის მიცემამდე არ დავაბრუნებს. არა, კარგი აბა ვნახოთ. წამო. დიანა, სად მიდიხარ? სმაილის ტელეფონი უნდა დავიბრუნოთ, მწვანე ჭიქების თამაშში წააგო. ბროვასტი, შენც თამაშობ ამ არა, მე ეგეთი არ ვარ. ძალიან კარგი ბროვასტი. კარგით გოგოებო, მალე დავბრუნდები. მორჩა დიანასთან აღარ ვიმეგობრებ. ხო, არც მე, თორემ დავიღალე. მეგობრებო, გავაგზავნოთ თამაში. პირველი ვინ ითამაშებს? მე ვითამაშებ. ყველამ შეწყვიტეთ, არავინ არაფერს ითამაშებს. რა, დიანა? კარგი, მოკლედ, არტემ, მითხარი ზუსტად სადადე ჩემი შეყვარებულის ჩემი ტელეფონი. ტელეფონი სადაა, კიკინია. მისმინე დიანა, აქ არავის დაუძალებია სმაილიკისთვის, რომ ტელეფონი ჩაებარებინა. მოვიდე და თავისინებით დიანა, ითამაშა. სმაილს უთხარი, რომ მაშინ ჭიქების თამაში არასდროს აღარ ითამაშოს. სხვათა შორის დიანა მე მგონი დროა სმაილიკს დაშორდე. ადამიანებს ნდობა თუ არ აქვთ რა გამოვა, მე პატრიკს ვენდობი. შენ? მოკლედ არტემ 3 წამს გაძლევ თუ ტელეფონს არ დამიბრუნებ, დირექტორთან შევალ და ყველაფერს ვეტყვი, რასაც აკეთებთ. და ხომ იცით რომ არ იქნებიან ბედნიერები. პრობლემა არაა, მაგრამ ჯერ სმაილმა ფული უნდა დააბრუნოს. ხო, ეს მთლიანად სმაილის ბრალია. მე რატომ ენდეთ? დამიბრუნეთ ტელეფონი. კარგით ბავშვებო, მიეცით ეს ტელეფონი. ხო, თქვენს გამო ჩემს საყვარელ შეყვარებულსაც ვერ ვურეკავ. მართალია და ვერც ვურეკავ და ეს ყველაფერი თქვენი ბრალია. კარგით ბავშვებო, მოკეტეთ, არტემ დაუბრუნე ტელეფონი და აღარ ხო, ეთამაშო. კარგი ჯული. აი, სმაილ, აიღე და მეორედ არ დაგინახო ეგ თამაში ითამაშო. არტემ, ჯობია შენ შეწყვიტო, თორემ მასწავლებელს ვეტყვით და დირექტორს და ხომ იცი, რასაც იზავენ მერე. გაგაგდებენ სკოლიდან. სმაილ, წავედით. მომისმინე დიანა, მე არ მეშინია. ხო, სმაილის ბრალი იყო. მართალია დიანა, მიატოვე. ხო, დაშორდი. ჯანდაბა დიანა, ნახე შენს გამო როგორ შურთ. რა, სმაილ, მომისმინე, უკვე აღარავის სურს ჩემი. ბამბოლ დროს იმდენი პრობლემა გამოიწვიე. კარგი, ბოდიში. კარგი. კარგით გოგოებო, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს გამოსაშვებისთვის რეპეტიცია გვაქვს. კარგი დიანა. ხო, თან გოგოებო, ეს გამოსაშვები გვაქვს სკოლაში. აბა სად უნდა იყოს ნასტია? რა ვიცი, მე ყოფილიყო იახტაზე. სკოლა მოსაწყენია. ხო, მეც ვიფიქრე, რომ სადმე წავიდოდით და რა გვაქვს აქ სკოლაში, ფართით ან დღისით. რა საშინელება? ნასტია, ჩვენი ბრალი არ არის, სხვაგან არ გვაძლევენ უფლებას, ამიტომ სკოლაში უნდა იყოს. ნასტია, ილოცე, რომ საერთოდ არ გააუქმონ. გოგოებო, გამოსაშვებზე ვისთან ერთად მიდიხართ? ლეილა, რა სულელური კითხვა, მე სმაილთან, ხო მე ბროვასტისთან. კარგია გოგოებო, და მე მეგონა, რომ არ აღნიშნავდით და ვიღაც მეგობარი უნდა მომეყვანა არტემი, მაგრამ ახლა რა გავაკეთო? დიანა, შეიძლება დიმასთან ერთად წავიდე? ნასტია, ხომ იცი უკვე ჩემი პასუხი მაგაზე და კოსტია რატო არა, ან პატრიკი? დიანა, მე მივდივარ კოსტიასთან ერთად სხვათა შორის. დიანა, არ იცი რომ პატრიკი და ჯიჯი ერთად არიან? ნასტია, არ გვაინტერესებს ვისთან ერთად უნდა წახვიდე გამოსაშვებზე. მოდით უკეთეს რაღაცაზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, კაბები. მე შევუკვეთე ინტერნეტში ძალიან ფუშფუშა და მაქმანი აქვს. გოგოებო, რა კარგია რომ უკვე შევუკვეთეთ კაბები. აბა მე საერთოდ არ ვიცი რა უნდა ჩავიცვა. აბა გოგოებო, მე სპეციალურად უნდა შევაკერინო მკერავს ჩემთვის, მაგრამ იდეას არ გეტყვით რომ არ მომბაძოთ. გოგოებო, მე არ ვიცი რა კაბა ავარჩიო, რადგან შეიძლება საერთოდ არ წავიდე გამოსაშვებზე. ნასტია, უნდა აირჩიო შენი თავისთვის კაბა, ერთი რომელიც მოგწონს და არა სხვისთვის. კარგით გოგოებო, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა კიდე ვარჯიშის დროა, მიდით, მოემზადეთ. 1 2 3 4 5 6 ჯანდაბა სად არის საღეჭი რეზინი? მარუსა, ტელეფონი მოთხოვე, უნდა დავრეკო და ანგარიშზე ფული აღარ მაქვს. არტემ, უნდა შეავსო ხოლმე შენი ანგარიში. მარუსა, ჩვენ ერთად ვართ და რაღაცეებს ერთმანეთს უნდა უზიარებდეთ. რა, გავუზიაროთ? შენ მიზიარებ მე რამეს? ბავშვებო, მზად ხართ? დღეს რეპეტიციაა. დიმა, გასაზომად დამეხმარე, რა კოსტუმი მჭირდება. კარგი, მოდი პატრიკ. პატრიკ, შეკერილი რა გინდა, შეგიძლია იყიდო? ხო, მაღაზიაში ძალიან ბევრი კოსტუმია. ხო, მაგრამ ჯიჯი მითხრა, რომ ვარდისფერი კოსტუმი ჩავიცო.
ხო, და ის ვარდისფერ კაბას ჩაიცვამს. არ გინდათ გაცვალოთ. ხო, მკვეთრი წყვილი იქნებით. ამათ შეხედე გამოსაშვებისთვის ემზადებიან. ხო, მაგრამ ყველაზე მაგრები მაინც კალათბურთელები და ჩირლიდერები ვიქნებით. გამარჯობა ბავშვებო. ჯიჯი, გამარჯობა. გამარჯობა პატრიკ. აქ აღარ გჭირდები, ჯიჯი, აიღე. აბა, აიღე უკვე ზომები? ხო, ყველაზე მაგარ კოსტუმს შევუკვეთავ. გიყურები ცოდე. ჯიჯი, ვინ არის ის ბიჭი მწვანე კოსტუმი რო აცვია? ნასტია, მაგას არ შეხედო, შეყარებული ყავს. ჯიჯი, მოდი შენთვის ვარდისფერი კაბა შევუკვეთოთ და ჩემთვის ლურჯი კოსტუმი, თორე დამციния. პატრიკ, ვინ ცინის? მათ ჩვენე აბა, კარგად, ვინ დაგცინის? ჯიჯი, ყველა დამცინის. არ მესმის, ვინ დასცინის ჩემ პატრიკს? ვინც დასცინის პატრიკს, იცოდეთ, ჩემთან გექნებათ საქმე. და რომ იცოდეთ, დღეს აცვიათ ბიჭებს ვარდისფერი კოსტუმები. ჯიჯი, ამ ბიჭის შეყვარებული ვინ არის? და დავიღალე, ნუ დასცინით. ჩირლიდერია, ვერ მიიღებ. ჯიჯი, ვარდისფერი ფეხსაცმელები ჩავიცვა? არა, ფეხსაცმელი ლურჯი უნდა იყოს. ჯიჯი, გამაცანი ის ბიჭი მწვანე კოსტუმით. ნასტია, დავიღალე უკვე, რა გჭირს? გაიგე, ვერ მიიღებ. მაგასაც ვნახავთ. ჩემი სახელია ნასტია, შენი გაცნობა მინდა. ვა, სმაილ, ვიღაც გეფლირტავება. მინდა შენი გაცნობა, მაგრამ მე შეყვარებული მყავს. კოსტა, შეხედე, ნასტია მორცხვი იყო და ახლა თავისი თავი კალათბურთელს გააცნო. დიმა, ხომ გითხარი, არაა მორცხვი. ახლა ალბათ შენს გაგეცნობა. კოსტა, მას უკვე წინა ზაფხულიდან ვიცნობ. მაგრამ ახლა აქ არ არის, მოდი გავიცნოთ ერთმანეთი. ვუთხარი რომ ეს არ გაეკეთებინა. მაგარი იქნებოდა ახლა ჩირლიდერები რომ მოვიდნენ. არტემ, იმედია არ მოვლენ, თორემ ნასტია შარში იქნება. სმაილ, გოგოს თუ შენი გაცნობა უნდა არ შეგრცხვეს. გამარჯობა, მე სმაილი ვარ, შენ ნასტია, ხო? კი, ნასტია, მისმინე სმაილ, ჩემთან ერთად გამოსაშვებზე წამოხვალ? ხო, გამოსაშვებზე ორ გოგოსთან ერთად წასვლა მაგარია, მაგრამ ჯერ უფლებას დიანოს ვთხოვ. არ ამგონია დიანას ეს იდეა მოეწონოს. და დიანა აქ რაშუაშია, მე შენთან ერთად მინდა წასვლა, მასთან კი არა. საერთოდ ნორმალური ხარ ნასტია, გაგიჟდი, მითხარი. პირველი სმაილი კი მე-11 კლასშია და მეორე, გინდა რომ ჩირლიდერებთან პრობლემები შეგექმნას? ჯიჯი, არ მადარდებს ჩირლიდერები, ყოველთვის იმას ვიღებ, რაც მინდა. ვა, სმაილ, მაგარი ტიპი ხარ, ყველას შენთან უნდა, ხო? ნასტია, ჯიჯი შეეშვი, წამო გაკვეთილებს. პატრიკ, არ დამიმთავრებია ნასტიასთან ლაპარაკი. კარგი, კლასში დაგელოდები. ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ, ამ გაკვეთილის შემდეგ რეპეტიცია გვაქვს. ჯიჯი, ახლა იცი რა გააკეთე? თითქმის გავიცანი და შენ გაანადგურე. ნასტია, მომისმინე, დიანას უყვარს სმაილი კი და მას შენთან არ დაკარგავს, გაიგე? ჯიჯი, ნუ მეკამათები, კარგი, როდის არის რეპეტიცია? ამ გაკვეთილის შემდეგ. კარგი, ეგრევე უნდა გეთქვა. ვაიმე, ნასტია. გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა, ბროვასტი, გამარჯობა, სმაილ, რატო არ მოიტანე შენი კოსტუმი? მოვიტანე, რეპეტიცია ვარჯიშის მერია. და შენ ბროვასტი? ხო, რა თქმა უნდა, მოვიტანე, გასახდელშია. ძალიან კარგი ბროვასტი. დღეს იცოდე, კარგად უნდა ვივარჯიშოთ, რომ გამოსაშვებზე არ შევირცხინოთ საკუთარ თავი. სმაილ, საერთოდ შეუკვეთე? კოსტუმს რატო შევუკვეთავდი? სახლშიც ძალიან ბევრი მაქვს. კარგი, სმაილ, ძალიან დამღლელია, არჩევა რა ჩავიცვა. ისე დიანა ერთი ქერანასტია დამელაპარაკა პირველ სართულზე. რა? მითხრა რომ გამოსაშვებზე ჩემთან უნდა. ქერანასტია, მაგრამ არ იცის? მოიცადე, ყველა მიცის სკოლაში, რომ მე და შენ ერთმანეთს ხვდებით. როგორც მივხვდი, არ იცის. როგორი გამაღიზიანებელი. ბროვასტი, სერიოზულად, მერვე კლასელი ნასტია ფლირტავებოდა სმაილს? ხო, ყველა მოსწავლეს ძალიან გაუკვირდა. ჯანდაბა ლეილა, ეს გაიგე? ნასტია ფლირტავებოდა სმაილს. მოკლედ, დიანა, შენ თუ არ გინდა, მე მაინც წავალ დიმასთან. ხო, და მე კოსტასთან ერთად წავალ, თორემ მარტო დავრჩები. ნასტია, სიმართლე რო გითხრა, არ მაინტერესებს ვისთან ერთად წახვალ გამოსაშვებზე, ამიტომ რაც გინდა ისქენი და სმაილ, ამ ნასტიას რომ ნახავ, ვეტყვი რაღაცას. ამის საჭიროება არ არის, უკვე ვუთხარი რომ გოგო მყავს. ძალიან კარგი. ჯიჯი, რეპეტიციისთვის რატო არ გამოიცვალე? პატრიკ, არი ნერვიულო, ჩემი კაბა მზად არის, მაგრამ რეპეტიციამდე არ უნდა ნახო. ჩვენ რომ არ წამოგვიღია კაბები? კაბების გარეშე ვირეპეტიციებ. მარუსა, რას გულისხმობ კაბების გარეშე, მინდა ელეგანტურად იყო, რომ პერსონაჟში უკეთესად შეხვიდე. მე და კოსტას არ გვადარდებს, მეწყვილეც არ გვყავს. ხო, ჩვენ უბრალოდ რეპეტიციის სანახავად მოვედით. ეს ნორმალური ლურჯი კოსტუმია, რატო მანდა მაინც ვარდისფერი? პატრიკ, ახლა ვიცეკვებთ. დიმა, ახლა ძალიან გავერთობით, ხო? კოსტა, ამ მარტოს უჩიტებს შეხედე, ბოლოში. ხო, ასე რატო იცხოვენ, მეწყვილეებიც არ ყავთ. კარგი, ყველა მომისმინეთ თუ შეიძლება, რადგან მასწავლებლებმა მე მომანდეს დღეს რეპეტიციის ჩატარება ყველამ უნდა დამიჯეროთ. ხო, და რადგანაც სკოლაში იმართება, რაც შეიძლება მეტად უნდა გავერთოთ. ხო! კარგით, გახსოვდეთ, თითოეული წყვილი უნდა შემოვიდეს და ვალსი იცეკოს სწორად. გასაგებია?
ხო, ვალსი. კარგი, პირველი წვილი დიანა, და სმაილი, მეორე წვილიაიანა, და პატრიკი, მესამე წვილია ჯიჯი, და პატრიკი, მეოთხე წვილია ჯული, და არტომი, მეხუთე წვილია მარიუსა, და არტემი. ლეილა ეს არასწორია. ხო, კაბები გვაცვია, მაგრამ წვილი არ ყავს. დიმა, ასე რატომ გვიყურებენ? კოსტა ჯობი არ შევხედოთ, თორე აქ მოვლენ. კარგი, ნასტია, წავიდეთ, ხო. დიანა, ხედავ, ნასტია დიმასთან მიდის, ლეილა კიდევ ოსიასთან.იანა, ვის ადარდებს? კარგით, ვიწყებთ ვალს. აქ რატომ ხართ ბიჭებო? კოსტია გამოსაშვებზე ჩემი წვილი იქნები. ლეილა, კოსტა ვერ იქნება შენი მეწყული. კოსტია, იქნები. მე არც კოსტუმი მაქვს და არც მინდა. კოსტია, იყიდი კოსტიუმს, მე წვილი არ მყავს, ამიტომ შენ უნდა იყო ჩემი წვილი. ერთად მივდივართ. ჯანდაბა, აქ რატომ მოვედით? კოსტა არ მომწონს ნასტია როგორც მიყურებს. დიმა, აქ რატომ ზიხარ? წამოდი ვივარჯიშოთ. ნასტია ქუსლიან ფეხსაცმელებს ვერ ჩავიცვან, ფეხები მეტკინება. არი ნერვიულო დიმა, გავუძლებ. კარგი, კოსტია, წავედი. კიდევ ერთი წვილია ლეილა და კოსტა, და კიდევ ერთი ნასტია. და დიმა. ნახე, ახლა ყველას ყავს წვილი. პატრიკ, ფრთხილად ვერ გეწევი, შენი ერთი ნაბიჯია უდრის ჩემს სამს. ჯიჯი, ეს ვარდისფერი კოსტუმისთვის. მარუსა, გიყურებ და ხვდები, რომ კაბის გარეშეც ძალიან არტემ, მომეწონა. კაბაში უფრო ლამაზი ვიქნები. დიმა, გიხარია ჩემი წვილი რომ ხარ? ნასტია, არ ვარ. დიმა, სხვა გზა არ გაქვს. კოსტია, მარიუსა ფეხზე არ დამაბიჯო. კოსტია, ეგ ბურთი მოაშორე, მაწუხებს. უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემს მუცელს შეეხო. არტემ, წესიერად იცეკვე, გოგოსავით იცეკვავ, ზუსტად იმას აკეთებ, რასაც მე. ჯული, ჯერ უნდა ვისწავლო. ბროვასტი, ვალსი არის ნელი ცეკვა და არა კლუბში. უნდა ისწავლო. იანა, სხვანაირად ვეღარ ვიზამ. კიდევ ცადე. სმაილ, მიმოიხედე, ყველას ყავს წვილი, ძალიან მაგარი იქნება, საუკეთესო გამოსაშვები გვექნება. ხო, მართალია. მისმენე გამოსაშვებზე მარტო არ წავალ, წვილი მჭირდება. არა, იქნება ვიღაც. სხვათა შორის ერთ-ერთი კალთბურთელი მომეწონა. ახლა მივდივარ რეპეტიციაზე და ეგრევე ვიტყვი, რომ ჩემთან ერთად მიდის ის ბიჭი. კარგი, კარგად. რას აკეთებთ აქ ვარჯიშობთ? ნასტია? ხო, ნასტია, დიანა, მისმინე, აქ შენი სმაილიკი დამპირდა, რომ ჩემთან ერთად წავალ გამოსაშვებზე და შენთანაც, ხო? მისმინე, ნასტია, უნდა შეწყვიტო ჩემ შეყვარებულთან ფლირტაობა, სმაილთან. და სმაილ, შენ მართლა დაპირდი? ხო, მაგრამ უბრალოდ ხუმრობდი. დიანა, სმაილ, ხო მითხარი რომ ჩემთან ერთადაც წახვალ და დიანასთან ერთადაც, არა? ნასტია, გეხუმრებოდი. სმაილ, მითხარი რომ არ არის მართალი. დიანა დამშვიდი, სხვათა შორის ნასტიას კი მოწონს სმაილიკი, მაგრამ ვუთხარი რომ სმაილს შეყვარებული ყავს. და კიდე ამას მეუბნება, ჩემ მიზანს მივაღწევ. მომისმინე ჯიჯი, მოკეტე და დიანა, შენ გაიწიე, იმიტომ რომ მე კაბა უკვე შევუკვეთე. ნასტია, გაგაფრთხილე. ნასტია, რა კაბა შევუკვეთე? გამოდი ორ წამაბა გარეთ. დიანა, ეს აუცილებელია. სმაილ, აქ დაიცადე. წავედით. კარგით, რეპეტიცია მორჩა. ჯანდაბა. მაგარია. იმედია კარგი გამოსაშვები გვექნება. აბა რა, მისმინე ნასტია, შორს დაიჭირე თავი ჩემი სმაილიკისგან. შენი ქმარია, ვერ მეტყვი რა გავაკეთო. არა, ჯერ არ არის, მაგრამ ეს შენი საბოლოო გაფრთხილება, ამიტომ დაიკარგე.